მზიან სიაში უნდა მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე დაბალი დონიდან ყველაზე მაღალი დონის ჩათვლით მონაწილეობდნენ ამ სამარცხვინო საქმის აღძვრა იქნება, შემდეგ ვითომ და გამოძიება იქნება, საბრალდებო დასკვნის მომზადება თუ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. ამ სიას მე მგონი მაინც აქვს იგივე მაგნიტსკის სიიდან გამომდინარე რაღაც ბერკეტები, ზემოქმედების ბერკეტები სხვადასხვა დონეზე, თუნდაც სხვა მის გახსენება, რომ ასეთი სია არსებობს, მე მგონი ამას რაღაც შედეგი უნდა მოყვეს აუცილებლად. პიროვნებების შერჩევა, ვინც ამ სიაში მოხვდება და უნდა მოხვდეს, ცხადია გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, ეს არის იგივე ძალოვნები უპირველეს ყოვლისა და ამ იურიდიული სფეროს ვინც განაგებს დე-ფაქტო მათი სახელები უნდა მოხდეს, ვინაიდან ამ დიდი დარღვევების გამო არის ციხეში ქალბატონი მზია, მე მგონია რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, კარგად გაფორმდეს, უნდა იყოს წარდგენილი ეს სია. მას ერქვას, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი სია, მაგრამ არა მარტო ის ადამიანები, ვინც ქალბატონი მზიას кейსში იყვნენ უშინდისოები, ესე ვთქვათ. და შეკერეს ეს საქმე, არამედ ზოგადად დღეს არსებულ სინდისის პატიმრების და პროკურორების თუ სხვა იურიდიული პირების სახელებიც უნდა შევიდეს ამ სიაში და ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის, რომ დაუჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას.